რა არის ის ფაქტორი, რატომაც ავტომობილები ასე ძალიან გვიყვარს? სისწრაფე? ლამაზი ფორმები? ინოვაციურობა? იქნებ ხმა? ავტომობილის ხმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცუდი ჟღერადობის გამო შესაძლოა იდეალური მანქანაც კი შეგძულდეთ. თუმცა პირიქითაც ხდება, სპეციფიკური ხმის გამო ენთუზიასტებს საშინელი მანქანებიც უყვართ. ამ ვიდეოში ყველაზე გიჟური ჟღერადობის მქონე ავტომობილებს წარმოგიდგენთ. გაინტერესებთ რა ხმები ადუღებს ავტომოყვარულის ბენებში სისხლს? შეიკარით უსაფრთხოების ღვედები. იწყებთ. და კომენტარი და რაც ყველაზე მთავარია გამოიწერე Ferrari 812 Superfast. ეს შუაძრავიანი Ferrari არ არის. არც ტურბო დაბერვის სისტემა აქვს და არც დამხმარე ელექტროძრავა. 812 Superfast კლასიკური სპორტული მანქანაა, რომელსაც გიგანტური 6.5 ლიტრიანი V12 ძარის წინა ნაწილში აქვს მოთავსებული. Ferrari-ის ატმოსფერული ძრავების ხმებზე ალბათ ბევრი ხსმენიათ, მაგრამ 812 Maranello-s მოდელებშიც კი გამორჩეულია. მისი ჟღერადობა გულგრილს არ ავისდოვებს. საკმარისია ტაკომეტრის ისარი მაღლა აიწიოს და უეცრად სხვა სამყაროში ხვდებით. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Ferrari მხოლოდ ხმა არასდროს ყოფილა. მისი შესაძლებლობები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. 812 Superfast 2017 წელს გამოვიდა და იმ დროისთვის სერიულად წარმოებულ ავტომობილებში ყველაზე ძლიერი ატმოსფერული ძრავის მქონე სუპერკარი იყო. მისი უნიკალური V12 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და 100-მდე 2.9 წამში ჩქარდებოდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს შედეგი ელექტროდამხმარე ძრავისა და ტურბინის გარეშე დაიდო. წარმოიდგინეთ ლარივით გზა, იდეალური ამინდი და Ferrari-ის ატმოსფერული V12-ის ჭიხვინი. სხვა რა შეიძლება უნდოდეს კაც. Lexus LFA. ეს მოდელი ჩვენს ვიდეოებში ხშირად გვიხსენებია. ნამდვილ სპორტულ, უკომპრომისოდ ველურ და სწრაფ მანქანებს კრისტალ აუტოში სათანადოდ ვაფასებთ. მისმა გამოჩენამ საავტომობილო სამყაროში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან Lexus-ის ინტერესის სუპერკარები არასდროს ყოფილა. ბევრი წამწამოწყება სკეპტიკურადაც შეხვდა. Toyota-სგან კი LFA პასუხი იყო იმ მოსაზრებაზე, რომ თითქოს ამ კომპანიას სუპერ ავტომობილის შექმნა არ შეეძლო. Lexus-ის ეს მოდელი ფურცელზეც და რეალურ ცხოვრებაშიც მაგარი იყო, მაგრამ ვისაც მისი ჟღერადობა ერთხელ მაინც გაქვთ მოსმენილი, ხომ არასდროს დაგავიწყდებათ. ეს 10 ცილინდრის, 10 დამოუკიდებელი დროსელის და 9000 ბრუნის დამსახურებაა. აქსელერატორზე ფეხის დადგმისას LFA ისეთ ხმას განუსცემს, რომ იფიქრებთ წიგნისგან ძარღვები გაუსკდებაო. მისი ჟღერადობა საერთოდ არ ჰგავს ამერიკულ პირვას. მას სუფთა სისხლის 2000-იანების Formula 1-ის 10 ცილინდრიანი ძრავების დაუვიწყარი ხმა აქვს. ბოლოსთვის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ LFA-ის მხოლოდ ჟღერადობა არ ჰქონდა განსაკუთრებული. ეს მანქანა მართვადობაშიც და ხარისხშიც მოწინავე იყო. თუმცა მისი შეზღუდული წარმოების და ძალიან დიდი ფასის გამო LFA დღეს ნაკლებად პოპულარულია. AC Cobra Daytona. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკული ვირვა ვახსენეთ და ნამდვილი უმსგავსობა იქნებოდა თუ AC Cobra Daytona-ზე ერთ-ორ სიტყვას არ ვიტყოდით. დიახ, უმსგავსობა. ეს სიტყვა ამ ავტომობილსაც შეეფერება, რადგან Daytona უმსგავსოდ ძლიერია. უმსგავსოდ უხეშად გამოიყურება და უმსგავსოდ ხმაურიანია. თქვენ ამერიკული ავტომობილების ხმები გიყვართ, მაშინ ეს გველი თქვენთვისაა განკუთვნილი. თქვენი ასტრალში გაყვანა ამ აგრეგატს უბრალოდ დაკოქილ მდგომარეობაში შეუძლია. მისი ძრავა ისე მუშაობს, თითქოს გაუმართავია.
მაგრამ საკმარისია აქსელერატორის სატერფულს ოდნავ შეეხოთ და გაუმართავი არა ძრავა, არამედ თქვენი ქნებით. დეიტონა თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო სარბოლო ავტომობილიც იყო. თუ ძველი სკოლის სპორტულ მანქანებს პატივს სცემთ და ძლიერი ძრავის გრუხუნი ავნანასავით ჩაგესმით, მაშინ კობრა გულგრილს ვერ დაგტოვებთ. სწორედ ამიტომ ამერიკელები მართლები არიან, როდესაც ამბობენ, რომ სპორტულ ავტომობილში ძრავის ჟღერადობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ის ფაქტორია, რაც თქვენს სისხლში ადრენალინს აორმაგებს. გორდონ მარი T40. 90-იანების ავტოინჟინერია ყველას კარგად გვახსოვს და ვიცით თუ როგორი სუპერკარები იქნებოდა მაშინ. არანაირი მარკეტინგი. მხოლოდ საუკეთესო ავტომობილების შექმნის იდეა და მეტი არაფერი. მთელს ინდუსტრიაში სულ სხვა ღირებულებები იყო გაბატონებული. გორდონ მარის ეს ურჩხულიც იმავე პრინციპებით შეიქმნა. ჩვენს მაყურებელს ეს მანქანა მაღალბრუნიანი ავტომობილების ვიდეოდან უნდა ახსოვდეს. მისი მთავარი აგრეგატი 12 ცილინდრიანია, ხოლო მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვი 12000 საჯარდებს. არანაირი ტურბო და კომპრესორი. უმსუბუქესი ძარა და აგრეგატები სასწაულის შეგრძნებების გარანტია. რაც შეეხება ამ ურჩხულის ხმას, უბრალოდ მოусმინეთ ამ საოცრებას. ასეთი ჟღერადობა კოზვორსის დამსახურება, რადგან ხმაზე ბევრი იმუშავეს. T40 იდეალური სუპერკარია. მსგავსი ავტომობილი უნაკლო ხმის გარეშე სრულყოფილება ვერ იქნებოდა. ექსკლუზიურ სუპერკარს ჟღერადობა იმ დამაგვირგვინებელ და უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს აძლევს, რაც მას უკვდავებას ანიჭებს. უბრალოდ ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ავტომობილი გორდონ მარის უკანასკნელი სამურაი იქნება და მსგავსი შედევრების არაამქვეყნიური ხმებით მომავალში ვეღარ დავტკბებით. BMW S60 Lexus LFA Viat-ის შემდეგ უხერხული იქნება, რომ ლეგენდარული S60 თაობის M5 არ ვახსენოთ. მის ხმაზე იმდენი მითი არსებობს, რომ თვით ზევსაც კი შეშურდება. მიუხედავად ამ მოდელის ბევრი პრობლემისა, ხმის გამო ის ყველას მაინც უყვარს. ეს მოდელი ბევრი დეტალითაა გამორჩეული. 4-კარიანი ბიზნეს სედანი საკმაოდ ჩქარი და კარგი სამართავია. თუმცა მისი ჟღერადობა იშტრიხია, რითაც არა მარტო სხვა სედანებისგან, არამედ სუპერკარებისგანაც ყოველთვის გამოირჩევა. მაღალბრუნიანი 10 ცილინდრიანი ძრავა, თავის პიკში ისე კივის, რომ აქსელერატორიდან ფეხის აღება არც კი მოგინდება. ამის შემდეგ შეიძლება ძრავის ღერძის შუა სადებების შეცვლა დაგჭირდეთ, მაგრამ როცა M5-ის ძრავა 8000 ბრუნს აღწევს, ეს ფაქტორი არავის აინტერესებს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ BMW-ისთვის სპორტული მაყუჩის სისტემებს უამრავი ტუნინგ კომპანია ამზადებს, რაც მის ჟღერადობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს მოდელი მეხუთე სერიის M ვერსიებში ნამდვილად გამორჩეულია, რაშიც Viat-ის ლეგენდარული ხმა უდიდეს როლს ასრულებს. გეტყვით იმასაც, რომ Viat-ის ძრავების სასწაული ჟღერადობა აქ არ მთავრდება. ავტოსამყაროში Porsche Carrera GT-ც არსებობს. Porsche Carrera GT. მილიონერების სათამაშო. სამუზეუმო ექსპონატი. ავტოკოლექციონერების სამიზნე. რაც გინდათ ის უწოდეთ, მაგრამ ჩვენთვის უნაკლო სუპერკარია. ამ მოდელის გამოსვლისთანავე ყველა ავტომოყვარული მიხვდა, რომ ის მიუწვდომელი იქნებოდა. მართლაც ასეა. რაც დრო გადის, მისი ხელში ჩაგდება კიდევ უფრო რთულდება. Carrera GT 2004 წელს ვიხილეთ და მაშინვე ცნობილი გახდა, რომ Porsche ისტორიაში პირველად თავის ავტომობილში 10 ცილინდრიან ძრავას მოათავსებდა. მონაცემებმა ყველა ინტრიგაში ჩააგდო. მალე ისიც გავიგეთ, რომ მანქანას 612 ცხენის ძალა და 8500 ბრუნი ექნებოდა.
თუ ეს მონაცემები არაფერს გეუბნებათ, მაშინ ყური მის ხმას დაუგდეთ. ჩვენს მიერ ნახსენები ვიათებისგან განსხვავებით, Carrera GT-ის დაბალ ბრუნებზეც კი 2000-იანების ფორმულა 1-ის ხმა აქვს. ფორმულა 1 ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან ამ მოდელის ძრავა მაშინ დამზადა, როდესაც კომპანიას F1-ის ბოლიდის შექმნა ჰქონდა დაწყებული. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Carrera GT Porsche-ს კლასიკური სტილის მატარებელი არ არის. ის 911-ისა და სხვა სპორტული ხაზისგან, როგორც ვიზუალურად, ისე დიზაინით და ძრავის კონფიგურაციითაც განსხვავდება. 2013 წელს Carrera GT-ის მემკვიდრედ 918 Spideri მოგვევლინა, რომელიც ბირვაძრავიანი ჰიბრიდული მანქანა გახლავთ. პროგრესი თუ რეგრესი, თქვენ შეაფასეთ. Ferrari FX6. გეგონათ ეს ბრენდი 812 სუპერფასტით ამოვწურეთ? არავითარ შემთხვევაში. პირიქით, მარანელოს მონსტრების ხმებს შესაძლოა ერთი ვიდეო ცალკე მიეწვნას. თუმცა იქამდე ჩვენი აზრით საუკეთესო მოდელი FX6 უნდა განვიხილოთ. ეს მოდელი ყველაზე სპორტული და ხმაურიანია Ferrari-ებს შორის. იგი ყოველ მოქმედებაზე სასწაულ ხმებს გამოსცემს. აქსელერატორზე ფეხის დაჯერა ხომ სასიამოვნოა. ამ მანქანაში სატერფულიდან ფეხის აღებაც მაგრად ასწორებს. სიჩქარეების მონაცვლეობის დროს გამოცემული ხმა კი ავიაგამანადგურებლის ბგერით დარტყმას გავს. უბრალოდ მოусმინეთ. გონი ეს ავტომობილი ლაპარაკობს. უბრალოდ მისი ენა არ გვესმის. Ferrari-ის მოყვარულებმა იციან, რომ ამ მოდელით ქუჩაში გადაადგილება აკრძალულია, რადგან ის მხოლოდ ტრეკზე გიჟურად სიარულისთვის შეიქმნა. ქუჩებში კი მისი ადგილი არ არის. თუმცა ამ ფაქტორს რომ თავი დავანებოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი ხმით ქალაქის ცენტრში გავლა? ეს ხომ ასობით მოტოციკლის ერთად გავლის ტოლფასია. საკმარისია ეს მანქანა ქუჩაში გავიდეს და დაბალ კუბატურიანი მოტოციკლების ხმა ბუზის ბზუილად მოგეჩვენებათ. Ferrari FX6 ისეთი საშიში ურჩხულია, რომ გალიაში უნდა იყოს გამოკეტილი. მისი გალია კი მხოლოდ ტრეტია. Aston Martin Vulcani. Vulcani. ბუნებრივი და შეუქცევადი გეოლოგიური წარმონაქმნი, რომელსაც დამანგრეველი ძალა აქვს. მის შესაჩერებლად კი ვერაფერს გახდებით. ალბათ Aston Martin-ის ამ მოდელს ეს სახელი ყველაზე მეტად უხდება. ცილინდრიანი, 7 ლიტრიანი აგრეგატი შემაშინებელ და ამავდროულად ძალიან სპორტულ ხმას გამოსცემს. ამ ყველაფერს 1350 კილომეტრიანი და 821 ცხენის ძალიანი სუპერკარის ასამდე აჩქარებაც ემატება, რომელიც სულ რაღაც 2.9 წამში სრულდება. ვულკანის კარების უკანა მხარეს საბურავთან გამოსული მაყუჩებიდან ცეცხლის ფრქვევა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, რაც ვულკანიდან გამოსროლი გავარვარებულ ლავას ძალიან გავს. თანამედროვე სუპერკარების ეპოქაში ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ძველი სკოლის გენები ცოცხლდება. ვულკანი თავისი ატმოსფერული ძრავით, რომელსაც არანაირი ელექტროაგრეგატი არ გააჩნია, ტრეკის ნამდვილი რისხვაა. მოიმართლა, ტრეკზე გაგვახსენდა. ამ ავტომობილით სარბოლო ტრასაზე სიარული მხოლოდ მწარმოებლის მიერ მოცემული დასტურით შეიძლება, ისევე როგორც ეს Ferrari FX6-ის შემთხვევაშია შესაძლებელი. Mazda RX-7. ალბათ იფიქრებთ, ამ გოლიათებში Mazda-ს ადგილი არ არის, მაგრამ ამ ვიდეოში ხომ ყველაზე მაგარი ხმების მქონე მანქანებია გაერთიანებული. Mazda RX-7-ის როტორული ძრავიდან მართლაც უჩვეულო და ემოციური ხმა გამოდის.
მისი აგრეგატის კონფიგურაციაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ, რადგან ყველასთვის კარგად ცნობილია. ჩვენ მის ხმაზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაღალ ბრუნიანი ერთი ციდაძრავა სასწაულ ხმებს და მაყუჩიდან ბევრ ცეცხლს უშვებს. საკმარისია ქარხნულ მოდელ სპორტული ან უბრალოდ წინა ღობების გარეშე გამოსაბოლქვის სისტემა დავუყენოთ და ავტომობილი მაშინვე უჩხულების მკვლელად გადაიქცევა. მართალია, RX-7 ისეთი მონაცემებით ვერ დაიტრაბახებს, როგორითაც ამ ვიდეოს გმირები, მაგრამ განსხვავებული, სასიამოვნო და უანალოგო ხმა ნამდვილად აქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ხმა ყველა როტორული ძრავებით აღჭურვილ Mazda-ს აქვს, მაგრამ RX-7 ამ კომპანიისთვის ყველაზე ლეგენდარული მოდელია. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჩვენი სიის სხვა მოდელებთან შედარებით, RX-7 გაცილებით ხელმისაწვდომი და პოპულარულია. Pagani Huayra Arrivo. ამ მანქანის დანახვისას პირველი რასაც გაიფიქრებთ ის არის, რომ უცხო პლანეტელია. ოღონდ არაკეთილმოსურნე. მისი ბრუტალური ფორმები შავბნელ და უხეშ ძალაზე აშკარად მიუთითებს. ამ ყველაფერს მისი ჟღერადობაც ემატება და უნაკლო ჰიპერმანქანას ვიღებთ. მისი უნიკალური ძრავა ისეთ ხმას გამოსცემს, რომ ფორმულა 1-ის ბევრ მოდელსაც კი შეშურდება. Pagani Hans Wernerთან ერთად, რომელიც Mercedes-ის სპორტულ ძრავებს აწყობს. ძრავის ისეთი დეტალები შეიმუშავა, რომ აქსელერატორზე ფეხის დადგმისას მყისიერი აჩქარება და სასწაული ხმა მიიღოთ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვეულებრივ Huayrasთან შედარებით, თუ კი სადმე ჩვეულებრივი Huayra არსებობს, R-Evo ყველაფრით განსხვავებულია. აგრეგატები გაცილებით უკომპრომისო და სპორტული აქვს, რაც შესაბამის ჟღერადობას იწვევს. დასანანია, რომ ასეთი ავტომობილები ფართო მასებისთვის მიუწვდომელია. Huayra Arrivo სულ რაღაც 30 ეგზემპლარად არის გამოშვებული და მისი ღირებულება 3 მილიონ ევროში ადგენს. ბუნებრივია, რომ ათეულში ბევრი მაგარი ხმის მქონე ავტომობილი და ძრავა ვერ მოხვდა. მაგალითად, Mercedes-ის ატმოსფერული ვირვა. Subaru-ს ოპოზიტორი 4 ცილინდრიანი და სხვა. რომელ მანქანას დაამატებდით ჩვენ სიას? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.